შენ ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ლეონის სიტყვაში, როდესაც თვით შემეცნებაში ვიყავი და საკუთარ თავს ვეძებდით. შენ უკვე ყველაფერი გავლილი ხანდა რა მოხდი არა? ლეოს მეორეჯერ გავდიოდი კი. საკუთარი თავი უკვე ნაპოვნი ხონდა? არა, მაგ პერიოდში როგორ ვიყავ, იცი, ყოველჯერზე სახლში მივიდოდი, აი, ეხლა ვიპოვე ჩემი თავი და მე ერთ თვეში მივიდოდი, აი, ეხლა და მკვდებოდნენ სიცით, მაგრამ მე მგონი არასდროს არ მთავრდება ეს რაღაცა. იმიტომ რომ ჩემს საკუთარ თავს პოულობ აღარ იცვლები რა. ხო, გიკეტები რაღაც კუთხით. და რაღაცა ერთ ჩარჩოში ჯდები, იმიტომ რომ თუ შენი თავი იპოვე და სუნაპოვნი გაქვს და ვერაფერი ახალი ვერ არის, ანუ არასწორია. ხო, თუმცა მაგას მეორე მომენტიც აქვს, რომ შეიძლება სუძიებაში იყო და არ შეირგო ის, რაც იპოვე. ტიკოს ადონიშვილის გადაცემაში გნახე, როდესაც ასკაზა საერთოდ პირველად გავიგე. ხო, ასკაზა მაშინ გადამარჩინა. როდესაც დაგჭირდა როგორც ძლიერი ხელსაწყო. კი, 1-3 წლის წინ იყო სადღაც დაახლოებით, ხო, როცა მივხვდი რომ თუ არ ავიღე კონტროლი ჩემს ხელში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გამექცა, ისე ვერ ხო, ასკაზა ძალიან დამეხმარა. ძალიან საინტერესო ხარ და ქალურ თემებს ძალიან საინტერესო ჩხრი და მგონია რომ ბევრ ქალს უფასო კონსულტაციას გაუწევ ახლა შენ. ეს სწორი კომპასი იქნები რომ რაღაცა დაეხმარო მისცე ხელსაწყოები, მაგრამ ძალიან ბედნიერი სახით გახარებული სახით ყვებოდი რომ დაამთავრე შენი ურთიერთობები, რომელიც გავდა ფილმს, რომელიც იყოს ღაპრული და დავამთავრე ეს ურთიერთობები. ფიქრობდი რა ხდება. ანუ შენთვის როცა თუ ურთიერთობები ამას ასხივებს, აი ესე ბედნიერი როგორ ამთავრებ მას? კი. რა ქვია ამას? სხვა ლეველია. რა არის ეს მითხარი რა? ხო, მაგას ქვია ზრდასრული ურთიერთობა. ორი ნარატივი გვაქვს რა, რომ ერთი რომ სიყვარული ცხოვრების ბოლომდე სიყვარულია და თავი უნდა შეწირო და მეორეა თუ ეს რაღაცა დამთავრდა, მაშინ რაღაცა ცუდი მოხდა. უნდა ვიგლოვოთ. ხო, და გამოგლოვება, ან რაღაცა მოხდა საშინელება, გააფუჭა, გიღალატა, აღარ გიყვარს, აი ეგეთი კითხვები იყო რა და სინამდვილეში მესამე ვერსიაც არსებობს, რომელიც ნიშნავს, რომ გიყვარს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ერთგული ხარ საკუთარი თავის და მისიც ერთად აარჩევთ რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ აღარ გრძელდება. ანუ თუ მე მიყვარ ხარ, თუ მე შენი ერთგული ვარ, ურთიერთობა რატო აღარ შეიძლება გაგრძელდეს? იმიტომ რომ მარტო სიყვარული არ არის საკმარისი. იმიტომ რომ თუ მარტო სიყვარულზე დგას ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში მიჯაჭვულობა და გარკვეულწილად რაღაცნაირად კომპენსაცია და გინდა რომ მარტო სიყვარულით იკვებო ამაში და ურთიერთობა არის გარკვეული ერთიანი მიზანი, ერთად ხედავ მომავალს, რაღაც ერთად ვითარდები, ან ბევრი კომპონენტისგან შედგება და მარტო გრძნობებზე ვერ დააშენებ მაგ საკითხს. რამდენი ხანი ხავით ერთად? წელიწად-ნახევარი. ხო, და თავიდანვე იქ თამასა მქონდა დადებული, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გულწრფელები ყველაფერში. ხვდებოდით, რომ გვიყვარს ერთმანეთი, ან ძალიან მიყვარს, ძალიან კაი ადამიანია, უმაღლესი ემოციური ინტელექტი და ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ჩიხი მოხდა და ვიგრძენით, რომ აღარ მიდის ისე. შეიძლება სახელი დამირქვა ამ ჩიხს რა ქვია? ჩიხი არის უფრო მეტი სურვილი. ეხლა long distance ქვია ხო? შორეული ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ჰოლანდიაშია, მე აქ ვარ კი ჩავდიოდი, ჩამოდიოდი, მაგრამ რაღაცა უფრო მეტი გინდა რომ ერთად შექმნა, ერთი ხედვა კონდეს და რაღაცებს არ ვუსწორებდით თვალს და არ ვსაუბრობდით. ეს გინდოდათ თუ ეს არ გინდოდათ? გვინდოდა. ხო. და რატომ იყოს პრობლემა? ანუ სხვადასხვა რაღაცები გვინდა. ნახე როგორი მომენტია, უფრო ესე ხსნი ხოლმე, რომ ორი თვითმფრინავი რომ ასაფრენ ბილიქზე იდგეს. და ჩვენი ურთიერთობა ჯაჭვივით იყოს, რომ გადაჯაჭვულები ვართ რა ერთმანეთს. ხო ვერაფრინდება ეს ორი თვითმფრინავი. ეხლა უბრალოდ ანუ შენ მე რას მეუბნები? ფორმა, სტრუქტურა და დრო არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. ანუ შენ მე რას მეუბნები? რომ ნებისმიერი წყვილი, რომელიც ერთად დგას ორი თვითმფრინავით, უნდა დაიშალონ, იმიტომ რომ აფრინდნენ? არა. თუ შეუძლიათ რომ ერთად აფრინდნენ, კი ბატონო, შეუძლიათ რომ ერთად აფრინდნენ. მაგალითად რაღაც თვითმფრინავები ერთად ვერ ფრინდება? თუ ერთად ვერ ფრინდება, მაშინ უნდა ისაუბრონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება. რაღაცა გადაწყვეტილებაზე უნდა მიხვიდენ. და ხშირად რასაც ვაკვირდები ურთიერთობებში, რასაკეთებენ, რომ იცდიან, რომ რაღაცა შეიცვლება. შემიყვარდა ხორთულად მოსაპოვებელი სიტყვა. ეს ხო არ ხდება, უცებ შემიყვარდა. რთული. ხო, ალბათ არ ხდება ეგრე, მაგრამ გიყვარს. ხო, გიყვარს. ანუ მაგალითად სიტყვაზე ყველა ქალს ხო ეგ გვინდა, რომ ვუყვარდეთ და ჩვენ გვიყვარდეს. მზის ხივით, დღის შუქით, აერით, ხო ეგ არის სიყვარულობა, რომ აი ვიღაცას უყვარდა. მე თუ ამას პოულობ, რომ მე ადამიანზე ვამბობ ამ ჯადოქრობას, რომ მე ის მიყვარს. ანუ
რა შეუთანხმებლობა უნდა მქონდეს მასთან, რომ მე მას ურთიერთობაში არ შევყვა? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას კითხულობ და მან კომპონენტი არის რომ მარტო ის კი არ მიყვარს და იმას მოყვარო, მე ჩემი თავიც მიყვარს. ანუ შენებობ რომ ანუ მაგ შემთხვევაში ეს სიყვარული გაკარგინებდა საკუთარ თავს? კი. ოკეი, გავი. ანუ ის მიზანი, ის სურვილები, ის ხედვები, რაც მაქვს მე ცხოვრებაში, რაღაცები უნდა დავთმო. გავიგე. უნდა გადასულიყო მაგალითად იქ საცხოვრებლად. რაღაცა უნდა შეგვეცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ისე გვიყვარდა და ისე მოგწონდა და ისე და გავფურჩქნეთ რეალურად ორივე ერთმანეთი, რომ რაღაც ეტაპზე მივედით, სადაც რაღაც უნდა მოხდეს. ანუ რაღაცა თუ არ შეიცვალოს, ან უნდა გაჩერდეს. და ზუსტად ეგ არის ის მომენტი, სადაც ძალიან ბევრი წყვილი რასაკეთებს, რომ აი გავუძლებ. რაღაც შეიცვლება. ეხლა ჩვენ რაც გავაკეთეთ, რეალურად არის, რომ სიყვარული თავარჩიეთ საკუთარი თავები და მათ შორის ისინიც. იმიტომ რომ ამ დაშორებამ მეც და იმასაც მოგვიტანა რომ რამხელა ენერგია ისე საწვავს რაღაც ულტრა საწვავს რო ჩაასხავ და უცებ რო გაფრინდები, იმიტომ რომ მეც მინდა რომ სწრაფად დავდგებ ფეხზე, ანუ არანაირი იმედით და მოლოდინით რომ რამე დაბრუნდება, კი არა, უბრალოდ მე მინდა რომ ის ვერსია ვიყო, რაც მე მინდა რომ ვიყო. აქ უნდა დამეპატარავებინა ჩემი თავი და იმისგანაც მომეთხოვა რომ შენც დაიპატარავე ჩემი თავი. როგორ არის მყარად რო დგეხარ ფეხზე, ხო? ანუ ორი ზრდასრული ადამიანი მიდის მყარად. და აქ რომ მე ცოტა ვყანყალებ და ისიც ცოტა ყანყალებს, ერთმანეთს ვეყუდებით მე. და ერთმანეთს რო ვეყუდებით, ვეღარ მივდივართ წინ. ხო შეიძლება რომ ეს დააყუდება დროებითი იყოს. შეიძლება ეგეთი რეალ ვერსია. ამით თუ მიეცით საკუთარ თავს. აი ეხლა ვაძლევთ, იმიტომ რომ გქონდა მანამდე მცდელობები რომ რაღაც საკითხი დაგვესრულებინა, მაგრამ იმდენად ჯადოსნური იყოს ყოფილი რომ არ გამოგვდიოდა და ეხლა უბრალოდ გავწყვიტეთ, კავშირიც გავწყვიტეთ და მაგასაც თავისი წესი და ჩვეულება აქვს, როგორ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი, რომ შენი ანუ ჩემთვის ეს არის უმაღლესი ქმედება აქტი საკუთარი თავის სიყვარულეს. თუმცა ცუდად კი არა, აი მართლა გულწრფელად და მათ შორის მისი სიყვარული, იმიტომ რომ ვიცი რომ მას შეუძლია, მეტი შეუძლია. და მე რას ვაკეთებდი, იცი, რასაც წინა ურთიერთობაშიც ვაკეთებდი, რომ მასში უდიდეს პოტენციალს ხედავ და აი მიდი აბა ეს ქენი, აბა ის ქენი და არა, იმას თავისი დრო და გზა აქვს და იმან თვითონ უნდა გააკეთოს რაღაცები. თან არის იცი, ძალიან დაემთხვა ჩვენი პროცესები, იმიტომ რომ ისიც თავისი კომპანია დაშალა და ამ პრაქტიკებში იყო გადასული და რიტრით ცენტრი ჩაიბარა ჰოლანდიაში და მეც ფაქტობრივად ამდენ 15 წლიანი, 16 წლიანი ჩემი ბიზნესი და ფაქტობრივად გავანულე და დავიწყე ამ სფეროში, ხო, კოუჩინგში, მენტორინგში, ოპერირება და მაინც არ ვდგევართ მყარად. და ეხლა მე მოვითხოვო იმისგან რაღაცები, რაც მე მაკლია, არ იქნება მართალი. ეს ურთიერთობები შენი აზრით ასე შორტ დისტანციაზე რამდენი ხანი შეიძლება რომ იარსებოს ურთიერთობა? წელიწადნახევარი კი გავუძელით. მაგრამ მაგის მერე უკვე აუცილებელია ის. პირველ სირთულეს რას დაეტაკე? პირველი სირთულე არის რომ რაღაც ადამიანი გინდა გვერდზე რომ ყავდეს შეეხო, ჩაეხუტო და არ ყავს. თუმცა რამდენი მინუსიც აქვს, იმდენი პლუსიც აქვს, იმიტომ რომ რაღაცა სულ განათლებაში თავიდან იწყებს ფრანჩაიზის ხო რაღაცა ის ჩახვედი ნახე რაღაცა თავისი პლუსებიც არის კი. ჩვენ მაგაზეც გვისაუბრეთ, რომ ხო არ იყო ეს ურთიერთობა, იქიდან გამოწვეული ეს თუნდაც ეიფორია, რაღაცა ჯადოსნურობა, სინემატიკურობა, რაღაცა იქიდან გამოწვეული, რომ long distance იყო, მაგრამ იმ თუნდაც ერთთვიან ნახვაში ან 10 დღიან ნახვაში ჩვენ იმდენ რამეს ვაკეთებდით ერთად, ისეთ სიღრმეებში ჩავდიოდით და იმდენ რამეს უზიარებდით ერთმანეთს, რომ შეიძლება 15 წელი იყო ვიღაცასთან და მაგ ინტიმურ შეხებაში არ იყო, აი ეგეთ სიღრმეში არ იყო ადამიანი. და ეხლა როცა საერთოდ აღარ კონტაქტობთ, რა გამოცდა საბარებთ? რა ქვია ამ გამოცდა? რთულია. რა ქვია? მე წარმოგიდგენ, შენი უახლოესი მეგობარიც არის ამ ყველაფერთან ერთად, ანუ ალბათ ეგ იყო კიდევ ან ერთ თემაში ხართ. ხო, და რაღაც თუნდაც აი მარტივი რაღაც კარგი შეხვდა rilsi გინდა გაუზიარო და ვეღარ უზიარა. რისთვის გჭირდებათ ეს სრული დაპაუზება ერთმანეთთან?
ნახე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზოგადად რეკომენდაცია როდესაც ადამიანები შორდებიან ან წყვილის შორდება მინიმუმ 30 დღე no contact აი ეს რა მითხარ ჯერ ერთი რომ voice-საც არ უნდა მოусმინო ხმას არ უნდა გაიგო იმიტომ რომ ჩვენი ნერვული სისტემა და მთელი ჩვენი სხეული ენერგეტიკულად ემოციურად ფიზიკურად არის გადაჯაჭვულეს გადავებით და ეს რო ჩაიხსნას გვჭირდება დრო ანუ განსაჯაჭვად გვჭირდება დრო და ამ საკუთარ თავსაც რომ მისცე ეგ დრო რომ რეალურად სეპარაცია გააკეთო მაგ ნაწილში მინიმუმ 30 მაგრამ ეგ 30-იც არაა საკმარისი დამიჯერე მე რამდენზე ხარ ჩვენ როგორ ქონდა იცი ეგ ძალიან კარგი იყო ანუ შევთანხმდით რომ დასრულების რიტუალს გავაკეთებდით ამ თემებში რო ვართ შესაბამისად ყველაზე კარგად ვიცოდით რა კოუჩინგური კითხვები უნდა დაგვესვა როგორ გაგვეშვა და ასე შემდეგ მოკეთ ეს დასრულება ჩავატარეთ და იქ ქონდა ერთ-ერთი პუნქტი არის უკვე ზრდასრული ჯანსაღი საზღვრების დაცვა ეხლა რაღაცა საერთო აკაუნტები გქონდა იქ კანვაში რაღაცა აი როგორ მართავთ ამ ყველაფერს სურათებს პროექტებს ვაპაუზებ გადაგვაქვს აი რა შვებით ყველაფერზე აი როგორ დეტალებზე ვისაუბრეთ იცი და მათ შორის Instagram-ზე ყველაზე რაღაცა მიმოწერა და ასე შემდეგ გადაწყვეტეთ რომ 6 კვირა არ შევახმიანებოდით საერთოდ ერთმანეთს ხო და ნუ მოკეთ 6 კვირაც რო ჩაიარა 6 კვირის თავზე მე ვიყავი ბალიზე რიტრიტი მქონდა იქ და რა მომწერა ჯერ ხო ეს 6 კვირა მეგონა რომ ძალიან დიდი დრო იყო გასული და როგორც კი დავკონტაქტით ეგრევე ეს დრო გაქრა გეგონება არც გქონია ადმესმის რასაც ამ და მოკეთ მანდ მე ჩვენივე თავისთვის ვისაუბრეთ რომ დიდი დრო გჭირდება უფრო მეტად რომ ეს ღრმა კავშირი უფრო მეტად განვაცალკევოთ და ჩვენ თავს მივხედოთ. ასე რომ გადაიწია მაგ რომ და ეხა მე რამდენი 30 დღე გაქვთ? დიდი ხანი ავიღეთ უკვე პაუზა. რამდენი ხანი? ზაფხულის ბოლომდე. What? და ამ დროს რა ხდება თუ ვინმეს უნდა პაუზის დარღვევა? მეორეს პატივი უნდა საოცრება და ვერ უნდა შეახმიანოს, ანუ სად ისტორიას ყველაფერი. ხო, მესმის, მაგრამ ისე სხვანაირად არ გამოგვდის. ჩვენ არ გამოგვდის, შეიძლება ვიღაცას გამოუვიდეს. ხო, ანუ იმიტომ რომ პირობა გაქვს ერთმანეთის მიცემული, ერთმანეთს პატივს ცემთ. ხო, და ნუ აზრი არა აქვს მაშინ რა, ისე უკან დგება ის კავშირი რაც არის. რა შემთხვევაში შეიძლება განიხილო ამ ურთიერთობების დაბრუნება ის? მე 2 შვილი ყავს, იმასაც 2 შვილი ყავს. ესე იქვე ვერ გადავდივარ, ის აქ ვერ ჩამოდის და აი მაგალითად რომ შეთანხმდეთ რომ 6 თვე ცხოვრობ საქართველოში, 6 თვე ცხოვრობ ჰოლანდიაში. ხო, რაღაცა ალბათ მოდი ასე ვთქვათ, მეც ფეხზე უნდა ვიდგე და იმას ვაკეთებდე რაც მინდა და ისიც ფეხზე უნდა იდგეს და იმას აკეთებდეს რაც უნდა. იმიტომ რომ შენ ხო დისტანციაზე შეგიძლია იმის კეთება რაც აკეთებ და მასაც. არა, სხვა გეგმები მაქვს და შესაბამისად თლად ბოლომდე არ გამოდის ეგრე. ნინი. პირველი ურთიერთობა ქონდა რთული შენ? ანუ ემოციურად მაღალძაბლოს გულისხმობს სირთულეში რა. მეორე ურთიერთობაც იმ თვალსაზრისით რთული რომ აქაც ემოციური მაღალძაბლოა პოზიტიურ კონტექსტში, მაგრამ ეიფორიები, აღმაფრენები რაც ჩემი აზრით უფრო რთული განსაჯაჭვია ვიდრე ტკივილი და წუხილი. შენი პრიორიტეტი რა არის? შენი როგორც ქალური ცხოვრება პირადი? თუ შენი როგორც საქმე და სხვა ტიპის რეალიზებები? ჩემი პრიორიტეტი არის ჩემი თავის რეალიზაცია. სადაც არ უნდა იყოს. სადაც არ უნდა იყოს და მე თუ ჩემ თავთან რეალიზებული ვარ, მე შესაბამისი ურთიერთობაც მაქვს. ანუ ამას ერთმანეთისგან არ გამოვრიცხავ. ან არ არის. შენი თავის რეალიზება თუ ანუ თუ ამ არჩევანის წინ შედგომა გიწევს? ფაქტია რომ ეხლა ეგ არჩევანი გავაკეთე. კი. შენ თავს ირჩევი? თითქოს შიგნით რაღაც პატარა ის არის მოუსვენარი მინი არის, ან რასაც დავარქვა, ჭი არის, რომელიც გეუბნება, რომ აი ეს გინდა რომ აკეთო, ანუ რაღაცა არის რა რისი შექმნაც მინდა, ანუ ქმნადობისთვის მოვედით, არ მე არ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია, რომ მე არ მოვსულა, რომ გადავიდე ჰოლანდიაში საცხოვრებლად და რაღაც რიტრით ცენტრში ვიმუშაო, ანუ ეგ არ არის ჩემი თავის არსი და ის არსობა რისთვისაც მოვედი, აი მაგის სრულ რეალიზებაში რომ ვდგევარ და იმას ვაკეთებ ბოლომდე რაც მინდა, იმიტომ რომ კი იმას ვაკეთებ რაც მინდა, მაგრამ ბოლომდე კიდე არის რაღაცეები რის გამოჩუხჩუხებაშიც ვარ და მაგას რომ ვაკეთებ ბოლომდე, მე ზუსტად ისეთი ადამიანი ჩდება, რომელიც ყველაფერში სინქრონულია. და ეხლა ფაზლი რაღაც ნაწილში ჯდება, მაგრამ ბოლომდე არ ჯდება და მე ხა მინდა რომ გინდა თუ არა ჩავტენო იქ და არ გამოდის.
უნდა გაუშვა ხელი, ხა ეს მოვა, წავა თუ რა იქნება, მინდობილი ვარ სრულიად. ვის მიანდა? ღმერთს. სამყაროს. მისთვის რა არის, ხო? თერაპიაშიც არის ეგეთი საკვანძო მომენტი, როდესაც აი ურთიერთობების წრეებს განვიხილავთ, ხო? აი ამ ცენტრში, შენი ცხოვრების ურთიერთობის მნიშვნელოვან ცენტრში დგეხარ შენ. მაგრამ მარტო არ დგეხარ, დგეხარ უმაღლეს ძალასთან ერთად, ღმერთთან ერთად, არ ვიცი, სადღაც ბრაჰმანია, სადღაც ხო, რაც არის, აი, იმიტომ რომ სამყარო ჩვენ ხო მე ხო არ შევქმენი, ანუ რაღაცა ძალამ შექმნა და იმ ძალასთან ერთად თუ არ იდექი შენი ცხოვრების ცენტრში და შემოიყვანე პარტნიორი მან, შემოიყვანე ცხოველი, სამსახური, შვილი, ხო? არ არის, ანუ იმას აკისრებს შენი ცხოვრების შექმნას და ამ დროს შენ უნდა შექმნა ის. და თუ ჩემი შექმნილი ცხოვრების ცენტრში ვდგევარ და ახლა უკვე პარტნიორი მინდა რომ შემოვიყვანო ამ ცხოველს. ან ნახე, ძალიან საინტერესო არის ეგ თეორია ძალიან მომწონს. ცენტრია და არის დანარჩენი წრეები. შენი ცენტრის შემდეგ მოდის პარტნიორი. და არა შვილი, არა დედა, პარტნიორი. შემდეგ მოდის არასრულწლოვანი შვილი, მერე სრულწლოვანი შვილი, მერე მშობლები. ჩვენ რა გვაქვს ჩანაცვლებული გვაქვს ან ბავშვებით, ან ჩემი ცენტრი უჭირავს, შეიძლება მარტო ღმერთსაც ეჭიროს და ფანატიზმში გადავიდე, ან მარტო ვიყო მანდ და ვერქით ეგოცენტრულობაში ვიყო დაკარგული და ასე შემდეგ. ჩემი თავი ვიპოვე უკვე პრაქტიკაში ურთიერთობაში. ანუ თითქოს როგორ იყო იცი სამყარო ღმერთმა მითხრა რომ აჰა შენ ეს ადამიანი და აბა ვნახოთ რა დააპრაქტიკე. აი ვნახოთ რა გაიგე. გამოცდა არ ვიძახი ხოლმე, ხო? ანუ შეიძლება ეგრეს ვთქვათ. აი როგორ გაარკვიე, როგორ გაიარე, ლეველი როგორ დახურე, ხო? და აი ყველა ჯერზე პოულობდი იმ ჩემ პატერნებს, რასაც თუნდაც წინა ურთიერთობაში ვიმეორებდი და აი ერთი ნაბიჯით შეიძლება გადავარდა მიჯაჭვულობაში, დაბრალებაში, მოთხოვნაში, რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეში. ანუ აი მიჯაჭვულობაში და დაბრალებაში გადასვლის აღვირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იპოვე. ძალიან მნიშვნელოვანია შენი თავი დაინახო. შენ თავს თუ ვერ ხედავ, სულ ფოკუსი გექნება რომ იმან მოგცეს, იმან გაგიკეთოს, ის ესეთია და მთელი შენი სადავეები შენს ხელშია. მე რატო მოვიზიდე, ან მე რატო ვიფიქრე, მე რატო შევქმენი, ოღონდ ეს დადანაშაულების ხარჯზე არა. უბრალოდ გაცნობიერების ხარჯზე და ამ ურთიერთობაშიც იყო მომენტები, როცა აი როგორ ვარდებოდი ბავშვურ პოზიციაში, როგორ ვარდებოდი იმ ტკივილში, რაც ბავშვობიდან მოდის და სინამდვილე არ არის. კითხე იმ ადამიანს პირდაპირ, ანუ ამიტომ ეს გულწრფელი საუბარი, მაგასაც კი სწავლა ჭირდება, მაგრამ და პარტნიორი ჭირდება შესაბამისი, რომელიც ამას გაარკვევს. ხო, მაგრამ აი ჩემ ასე ვთქვათ, ქალებს, ვინც ჩემთან დადიან ხოლმე, მაგას ვეუბნები, რომ ცადე. იმიტომ რომ ეგეც დაჯერებაა, რომ პარტნიორი ჭირდება. შენ რომ ამას ცდი ერთ ადგილას შეიძლება წინააღმდეგობა წამოვიდეს იქით ამ მხრიდან, მაგრამ შეიძლება სამ დღეში უკან დაგიბრუნდეს და გითხრეს, რომ აუ იცი, ამას დავფიქრდი, იმიტომ რომ მე მქონია ეგეთი გამოცდილება. როცა შეიცვალა ჩემი სიტყვის საუბარი, მასალა, კომუნიკაციის ფორმა, ხო? კი, პირველივე რეაქცია იგივე იყო, მაგრამ გავიდა რაღაც მომენტი და უკან დაბრუნდა და აუ რა კაი რაღაც მითხარი, ხა სხვანაირად შევხედე, იმიტომ რომ ისიც ავტომატზეა და ნერვული სისტემა, როდესაც დაუმშვიდ და უცებ სხვა რაღაცები დაინახა. ნინი, მე მაინტერესებს შეკითხვაზე პასუხი სიყვარული დაფრინავს თუ არა? არ დადის. ჩემი აზრით, შენ როგორც გისმინე, ახლა სიყვარული დაფრინავს, მაგრამ შენ გინდა რომ იაროს. ხო, ეგეთი შტაბეჭდილება. ჩემთვის ჩემი სიყვარული დაფრინავს ჩემი თავის მიმართ. ანუ შენი სიყვარული დაფრინავდა? და შენ უთხარი რომ გავიგე რომ დაფრინავ, კარგია რომ დაფრინავ, მაგრამ ახლა ჩამოდი და იარე. იმიტომ რომ დამიწება მოგინდა ამ ყველაფრის, რაც იყო ჰაერი სრულად და სამყარომ გამოგიგზავნა ჰაერი და შენ ეს ჰაერი, შენ მოგინდა რომ ეს ყველაფერი დაგემიწებინა. საინტერესო კითხვაა. ნახე, მესა ვუყურებ. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ. გავიგე, საიდანაც მომიბრუნდი. რამდენადაც ჰაერი ძალიან კარგია, ეს ჰაერი შეიძლება გადაიქცეს დესტრუქციათაც და ვიყო გამოკიდებული ამ ჰაერში და არ ვიყო ამ მატერიაში ჩამოტვირთული. რას გულისხმობ, რომ მაინც აქ ცხოვრობ, ანუ დედამიწაზე ფეხი უნდა დადგა. ფეხით უნდა იარო. ფეხით უნდა იარო.
შეიძლება რაღაც მომენტში გაფრინდე, მაგრამ თუ ძალიან აფრინდი, მე დაცემაც ძალიან მძიმე არის. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ვისწავლოთ აქ ცხოვრება ისე, რომ თან ვიაროთ და თან შიგნით ვქონდეს აი ეგ ჰაეროვნება, თავისუფლება, სიმშვიდე, კავშირი, ბედნიერება. იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებ ხოლმე აი ეს აღმაფრენები და რაღაც რო ძალიან დაფრინავს, უფრო მიჯაჭვულობები არის ხოლმე. და დისფუნქცია, ვიდრე რეალურად ნამდვილი სიყვარული. და ცუდი არ არის, რომ დადიხარ. პირიქით, ძალიან კარგია, რომ იარო რაღაცებს მართლა გაუსწორო თვალი და მარტო დელუნუში არის ხო? ამ დელუნუსაც ალბათ ასაკი აქვს რა, სადღაც გამართლებულია და სადღაც აღარ. გეთანხმები, ხა მეც ალბათ 22 წლის რო ყოფილიყავი, თუმცა არ ვიცი, ეგეც ძალიან ჰიპოთეტურია, რასაც ვიტყვი ხო, რაღაც კუთხით შეიძლება არ ჩვილები რო არ მყავდეს არც მე და არც მე, რაღაცები გვეცადა, წავსულიყავით ერთად ბალიზე და იქ გვეცხოვრა და გვენახა, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა რეალობა გვაქვს და აქ ამ მოცემულობით რას ვქმნი? თავარი კითხვა ეგ არის, იმიტომ რომ შეიძლება იცხოვრო მოგონებებით და ის რომ რა მაგარია და რა კარგია რომ დაფრინავს ეს ყველაფერი, მაგრამ მერე დღეს რა შვები მაგითი? დღეს რა გინდა? დღეს სად ხარ? შენ სად ხარ? ანუ შენ გუწრფელ მართლა გულის სიღრმეში რაც გინდა იმასთან კავშირშია? შენ ზრდასთან კავშირშია? და აი მაგ კითხვებს რომ უბრუნებ, მერე შენ უფრო მნიშვნელოვანი არა. ჩემთვის ზოგადად ბალანსი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგეც გჭირდება და ყველა ელემენტი გჭირდება, წყალიც გჭირდება და ცეცხლიც გჭირდება. და აი ეგ არის როგორ იცხოვრო, მარტო ერთში არ გადავარდე, იმიტომ როგორც კი ერთში გადავარდები, რაც არ უნდა იყოს, როლი იქნება თუ რაღაცა იქნება, ერთში როგორც კი გადავარდი, მანდ არის წაკლისთავი და ან მიეჯაჭვე, ან წაგიღო და დაკარგე თავი. ჩვენი ამავე გადაცემაში სტუმარი არის გოგო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასაკით პატარა პარტნიორთან ეცხოვრა და ამდენი ხნის განმავლობაში უძლებს ამ საზოგადოების მუდმივ წნეხს, რომ ეს არ მოსულა რაღაცნაირი საზოგადოებრივი სტანდარტით რაღაცა და უჭერს იცი პერიოდულად ემოციურად ამასთან გამკლავა TikTok-ის სამყაროში, ღია სივრცის სამყაროში, როდესაც უცნობია და მენტალურ უფლებას აძლევს შემოგივარდეს მისი აზრი მოგახუიოს. როგორ გონია აი ამ სტანდარტების შექმნა და მათთან ბრძოლა ხელს ანუ აი მაგალითად თუ ეს გოგო რომელიც მაყურებელი ნახავს შენთან მოვიდოდა და გეტყოდა რომ აი მაგალითად ამას ებრძვის მთავარ ხელსაწყოთ რას მისცემთ ხო ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვი ებრძვის სადაც ვებრძვი, იქ ვერ გამთავისუფლდები. იმიტომ რომ მე მჭირდება შინაგანი ჰარმონია, რაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო. და შიგნით რომ მოვიპოვებ იმ სიმყარეს, რომ მე ამასთან მართლა კარგად ვარ, რაც არ უნდა მითხრას, გარე საზოგადოებამ უკვე მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ თავი და თავი არის ჩემ თავთან ვიპოვო ის იმიტომ რომ სადღაც მედება, რაღაცა კაუჭზე მედება. და როცა იქ კაუჭი აღარ მაქვს აღარც მოგედება ის. ხა ვიღაცამ რო გითხრას, რომ რა მწვანე ხარ ნანუკა, ხო? გაგეცინება, ანუ რეაქცია არ გაქვს, მაგრამ თუ შენ მართლა ფიქრობ, რომ სადღაც რაღაცა აი მწვანე დეტალი მაქვს, მწვანე დეტალი გაქვს, ეგრევე შენი სხეულებრივი რეაქცია, ყველაფერი შეიცვლება და იქნები თავდაცვით რეჟიმში. თავდაცვითი რეჟიმიდან არის გამოსასვლელი რესურსულ რეჟიმში, სადაც თვითონ არის მართლა ოკეი, რასაც ქვია, ანუ მართლა კარგად არის იმასთან, რაც არის. ამ ქვეყანაში რასაც პატიობენ კაცებს, არ პატიობენ ქალებს. ასეთი ბევრი თემა შემიძლია ჩამოვთვალოთ, თუმცა დღეს ვსაუბრობთ პირად ურთიერთობებში ასაკობრივ სხვაობაზე. ჩემი რესპონდენტი იქნება გოგო, ქალი, როგორც გენებოთ, რომელსაც 10 წლით პატარა რჩეული ყავს და ამის გამო მოუწია იმ სირთულეების გავლა, რასაც კაცი არ გაივლიდა, მაგრამ კაცურად დაძლია, ხო და ამ გამოცდილებებს გაგვიზიარებს. ესე იგი ვიწყებთ სახელით. რომ ბავშვობაში ნინო ოფიციალურად ნინო ხარ? კი ბატონო. და ნინორი დაგარქვა? ნინორი დავერქვით ჩემით. მართლა? კი ბატონო, სოციალურ ქსელში სადღაც 2003 წელს ქალაქში 2003 წელს რა სოციალური ქსელი ქონდა? რაღაცა ჩათი იყო, არ ვიცი რა ერქვა. აღარც 2003 წელს მარტო რევოლუცია მოხდა. ნიკნეიმად დავერქვი ნინორე და მაგის მერე მოდის და რაღაცა ეხლა ხანდახან მავიწყდება რა მქვია იმდენად რაღაცა აი ნინოზე გაიხედა?
ოჯახში მეძახიან მარტო ნინოს და შესაბამისად გახედვით ვიხედავ, მაგრამ აი ჩემთვის უფრო ორგანული ნინორეა. ხო, ნინორეს რომ ეძახიან, რაღაცა მგონია რომ მიცნობენ. შენია. მე მქვია ნანა პასპორტით, ნანუკა დამარქვა დედაჩემა და ამიტომ ძალიან მიყვარს ეს სახელი. ბავშვობიდან ნანუკა მესმის, ანუ რაც მახსოვს ჩემთავი, ნანუკა მახსოვს და თან დედაჩემს დარქმეული სახელი რო ეს ნანუკა რაღაც ძალიან მიყვარს. ნანაც მიყვარს, იმიტომ რომ ბებია ჩემი სახელი და ნანა ბებო ძალიან მიყვარდა. მაგრამ აი ხა ქუჩაში რომ ნანა დაიძახან არ გავიხედავ. აი სახლში გავიხედ დაჯი მეძახთა ნანას. აი ქუჩაში არა, მაგრამ აი ქუჩაში ნანულა რომ დამიძახონ გავიხედავ. აი სხვას რო ეძახდნენ ნანულის თუნდაც მე მაინც გავიხედავ. მაგრამ ზოგადად რაღაცნაირად ხო ისეთია რა ეს სახელი და ბევრს ნიშნავს რა, რასთან ვიდენტიფიცირებ ჩვენს თავს. მე რაღაცა აი ტიპაჟიც მგონია რომ ნინორე ვარ რა რაღაცნაირად. ანუ საქართველოში კაც უფლება აქვს მოიყვანოს პატარა გოგოცოლად, 20 წლით პატარა, 25 წლით პატარა. მაგრამ ქალს არ აქვს უფლება იაროს მასზე პატარა, უფლება არ აქვს, საზოგადოება არ აძლევს ამის უფლებას, არ იღებს, იმიტომ რომ მაშინვე იწყება ბულინგი, რომ შენ თუ პატარასთან დადიხარ, ეს მაშინვე ხდება ხაზგასმა, რომ მას კაც თუ მოყავს პატარა, ამაზე ხაზგასმას არ აკეთებენ. ეს ჩვენ ხო მაგრელში ვართ, რომ კაცებს ყველაფერი აპატიება და ქალებს არ. ბატონო. ეხლა შენ მე მითხარი ამ ქვეყანაში 10 წლით პატარა ჩეულთან საზოგადოებამ რა შეგარჩინა რა არა და როგორ გაგზებ გაიარე. ჩვენ 10 წელი ერთად ვარ და 10 წლის წინ კიდევ უფრო რთულად იყო ეს საკითხი, თუმცა მე მივდექ იმდენად რაღაცა ისე ლაითად, რომ რაღაცა ჩემს გარშემო აი ეს ბულინგი, კრიტიკა იმდენად არ იყო, უბრალოდ რაღაც მომენტში აი ჩემებსაც და ვთქვათ ჩემ მეუღლისიანებსაც ჰქონდათ ის რომ რახანა საკოპრივი ზღვარი ამხელა იყო, რაღაც ჩვენი ურთიერთობა სტაბილური არ იქნებოდა და იყო ძალიან დროებით. ანუ თუ ქალი კაცზე უფროსია, ფიქრობენ რომ მის ოჯახი მალე დაინგრევა. კი ბატონო, თან აქ ემატებოდა რომ ჩემ მეუღლე იყო 23 წელს, ანუ პატარა ეხა რაღაცა ამას საკში რომ ყოფილიყო შეიძლება ესეთის არ ქონოდა, მაგრამ ეხა მე 32-ის ვიყავი, ის 23 და 23 მართლა პატარა იყო და ამიტომ უფრო მეტად ჩანდა ეს. ჩემებისგან იყო რომ აი პატარა ჯერ არ იცის რა უნდა და რამდენად ხარ ვთქვათ აი ამ ტვირთის ზიდვისთვის მზად, თორე ისე რაღაცა თავიდანვე ძალიან შეუყვარდა ჩემებს. ალექსის მხრიდან პირიქით იყო რომ ვთქვათ ანუ დიდია უკვე შემდგარი ქალია რატო არის შენთან ვთქვათ რაღაცა ხო არ ჭირდება დროებით ან რაღაცა მაგრამ ნუ საბოლოოდ როდესაც დარწმუნდნენ რომ რაღაც мотивация არ იყო პირველივე დღიდან მათ შეყვარებულები გამარჯობა და ვარ შეყვარებული ანუ მე მჯერა შეიძლება ადამიანს გახედო უთხრა გამარჯობა და იყო შეყვარებული მართლა მასებო მაგრამ 23-დან 23 წელს აი 23 წლის არის თვითონ პატარა ბიჭი გონია პატარა დიდია, მაგრამ ეგეთი გადაწყობლებიც აი, ჩემი 23 წლის შულს ვურჩევ, თუმცა რაც უნდა ის გააკეთოს, რომ მოდი ცოტა ხანი კიდე გადადე ქორწინება, ვეთყოდი, რომ აი მოდი 27-30 წლამდე გადადე ქორწინება. იცი რა არის? ალბათ იმდენად რაღაცნაირად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომ არაფერს არ ვაპირებდით. სერიოზულადაც არ აღვიქონთ ამას, აი უბრალოდ რა ქიმიას რასაც ეძახიან, აი პირველივე წამიდან ეს ქიმია რაღაც შედგა და უბრალოდ დინებას მივყევით. კინოში დაგვინახა ჩვენმა მეგობრებმა და გონზე არ იყვნენ, რა უთხრა შეყვარებულია თქო. საერთოდ ვერ მიხვდნენ, იმიტომ რომ რაღაც მართლა ძალიან არ იმას. რატო ვიზუალური სხვაობა იყო? არა, უბრალოდ არ ელოდნენ ახლა ადამიანისგან, რომელიც არაფერს არ მალავს, არც ვალდებულება იყო, არც აი რაღაცა დინებას მივყევით და წაგვიყვანა, სადაც აქამდე მოგვიყვანა. აი ოჯახის შექმნამდე რამდენ ხანში მიგიყვანათ? ოჯახის შექმნით წელიწად ნახევარში, უბრალოდ, იმიტომ რომ რაღაც რადგან ბევრი კითხვა იყო გარშემო, რომ ჩვენი ურთიერთობა იყო თუ არა სტაბილურობა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეოფიციალურებინა. სახელი დაარქვით. ხო, სახელი დავარქვით ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. დისკომფორტები რა ახდა მას შენთვის? ძალიან ხშირად ხუმრობ ხოლმე, რომ ჩემი სამეგობრო წრის ასაკი არ იცვლება რა, ანუ მე ვიზრდები და რაღაცა ის ყოველდღიურად ვისთანაც მაგ ურთიერთობა ხოლმე, ისე პატარებით ჩემ, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ვარ რა, მიყვარს ეს სიტყვა, ძალიან ტაშფანდურა ვარ ძალიან და აი რაღაც და შესაბამისად არ იზრდებით. კი ბატონო, რაღაც შინაგანად თითქოს სულ არ იზრდები, არ ბერდებით. ხო. ნაოჭები კი გამიჩნდა, მაგრამ არ ბერდე. ნაოჭი არ ფსარნიშნავს. კი ბატონო. თავიდან მაინც რო აი ეს ახსნა მომეწია, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და პატი უნდა ეცა ყველას, მაინც რაღაც მაგი იყო ჩემთვის ის კომფორტი. პატარა პარტნიორის აქ ორი მხარე. ერთი მხარე არის ძალიან დიდი პლუსი, მეორე არის ძალიან დიდი მინუსი და ეს პლუსი და მინუსი არის სულ ერთი. ანუ რას გულისხმობ?
რამდენად ეს პატარა პარტნიორი სულ გაძლევს იმის სტიმულს და სულ გაფუშინგებს, რომ ფორმაში იყო ახალგაზრდად გამოიყურებოდე, რაღაცა სადღაც არ აცდე და სულ გინდა ეს რაღაცნაირად სხვანაირად გინდება მოკლედ, რომ იყო მუდმივად ძალიან ახალ ვარჯიშობ, мотиваციას გაძლევს, ცხოვრებას თავიდან გირესტარტებს და ეს გასაგებია. მაგრამ ამავე დროს ძალიან გსტრესავს, იმიტომ რომ იმ შენაუჩს მეტად უყურებ რა. ანუ ისევე როგორც გაახალგაზრდავს, ისევე გსტრესავს, იმიტომ რომ გეშინია ყველა მომატებული ასაკის. ეს რაღაცა მომატებული ასაკი, რაღაცა ამ დისტანციას, ამ გებს უფრო მეტად აკეთებს რა. ჩემი აზრით, აი რაღაცა ეს არის, აი ხანსად წაგიღებს ეს ემოცია და ხანსად, აი ამ ჭიდილში თუ ხარ ან თუ დაგეწყობა. არა, არ მქონია არასდროს, მით უმეტეს ახლა რა წონაში დავიკელიხოს საერთოდ, მაგრამ მანამდეც რო გავიცანი მე სულ ვებწოდი წონას და ანუ რან გამიცნო, ახლა ბოლოს როგორც ვიყავ ისეთი არ ვიყავი მთლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ საკმაოდ ჭარბწონიანი ვიყავი და ესეთივე შემიყვარა, როგორიც ჭარბწონიანობა ნაკლი არ არის. ვისთვის როგორი მგონია რომ ფასაისკალები ძალიან სექსები არიან. ერთი რაც ახლა მახსენდება იყო რომ სხვათა ჩემ მხარემ მითხრა რომ შენ რო 60 წლის გახდებიო და რო დაბერდებიო, ნუ აი მაგ სიტყვას 60 წლის ასაკში ბებრები არ. კი ბატონო. და შენი მეუღლეო 50 წლის ბიჭი რო იქნება, აი 50 წლის კაცები ბიჭები ვერ იქნება. კი, აი მაგდონის სხვაობით ამიხსნა, მე რა უნდა ქნაო. ასაკი ხო არ განსაზღვრავს ამას ვინ როდის ბერდება. რა თქმა უნდა, ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, რაც მაბედნიერებს. ბევრმა დაიჯერა, რომ ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული და არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც პატარა გოგო იყო. რო ვკითხე, რომ აი თქვა რატო აირჩიე შენი ხა კაცის მხარეთ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი თქვა შენზე 10 წლით დიდ ქალთან ურთიერთობა იყო, რომ უფრო სტაბილურები ხართ, უფრო იცით რა გინდათ და აი რაღაცებზე არ გჭირდება დროის ხარჯვა რა რაღაცებზე და გაჩნია კაც რა უნდა. ხო, ალბათ, ნუ ჩვენ შემთხვევაში ესე იყო და რაღაცებს ბევრად აითად უყურებ, ალბათ. მე ძალიან გულშემატკივრობ. მე გულშემატკივრობ ყველა ქალს, რომელიც თამამ გადაწყვეტილებებს იღებს და სტერეოტიპებს ანგრევს და არ ეშინიათ ქალაქში მასე რას იტყვა და ასე შემდეგ. მაგრამ TikTok-ერობა გადაწყვიტე. შენ შეხვედი სივრცეში, სადაც ზიზღი ხელმისაწვდომია, სადაც შეიძლება სახეში ისე დაგარტყან, რომ ვერც კი მიხვდე, რომ გცემენ. და უკვე მაგარინაცემი ხარ, რომ გაიაზრებთ, რომ გცემენ. მათე მომივიდა. ძალიან არის და შეხვედი და ეს მთელი შენი ამბავი შეიტანე. ანუ ყველაზე იცით ნეგატიურ ველში და აი ამის მერე ცხოვრება დაგეწყო ემოციურად. როცა დავრეგისტრირდი და ვიდეოები გავუშვი, საერთოდ გონზე არ ვიყავი, რა პლატფორმა იყო. საერთოდ რატოში მოგინა TikTok-ზე? მშობიარობის მერე, როდესაც ვეღარ გავდიოდი გარეთ, მაინც ძირითადად სახლში ვიყავი და რაღაცა საკმაოდ რთულად გადავიტანე ეს პერიოდი. ჩემ ახლა მითხრა, რომ მიდიოდ დარეგისტრირდიო TikTok-ზე და ცოტა თავსაც გაირთოფო რაღაცა, დეპრესიის დამარცხებაც და საკუთარ თავის რეალიზაციის სახით. კი ბატონო, კი. ოკეი, გავიგე. რომ თან რაღაცა სოციუმთანაც მეტი კავშირი მქონოდა. რომ დავრეგისტრირდი, რა ბავშვის ვიდეოები დავიწყე, რაც უშვილობის თემას შევხსა, საკმაოდ სერიოზული კონტენტი მქონდა. ერთი წამით აქვე გაგაწყვეტე უშვილობის თემა, იმიტომ რომ შენ რთულად გააჩინე. კი ბატონო, 6 წელი ველოდებოდი და სრულიად შემთხვევით ინვიტრო გავიკეთე და არ გამოვიდა და აი მეორე ინვიტროსთვის რომ ემზადებოდი, მაგ დროს ორსულად ყოფილვარ, არ ვიცოდი და თვითონ ორსულობაც საკმაოდ რთული მქონდა და რაღაცა მე ხო ისიც გეწყება, რომ გარეთ გასვლა თუ გინდა მეგობრებთან თუ გინდა რაღაც თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ აი 6 წელი ბაურსელოდებოდი და ეხლა როგორ გინდა ყავის დალევა მეგობრებთან, როცა ამასთან უნდა იყო და რაღაც აი სანამ შენ თავთან რაღაც ჰარმონიაში ისევ მოდიხარ, რომ არაფერი არ არის მაგაში ცუდი, რომ თუნდაც მეგობრებთან ერთად გასვლა გინდა, იმიტომ რომ 4 თვის ბავშვი ყავს, აი ამ ჭიდილში ძალიან დიდ დეპრესიაში ვიყავი. TikTok-ზე დავრეგისტრირდი მოკლედ. ამ დეპრესიის გასახარებლად. კი, ამ დეპრესიის გასახარებლად, გასართობად და კომენტარები მქონდა გამორთული. თურმე, ოღონდ არ ვიცოდი, ნუ სანამ გავიგე. ალღოს აუღები. ხო. ხო და ნუ მე ხა სხვის ვიდეოებსაც რო უყურებდი რაღაცა და რო დავინახე, რომ ახლა ბულინგი იყო ზოგადად განსაკუთრებით ჭარბწონიანებთან. ჩაგუჟვის ველენდით მე და ჩემი მეუღლე და აი რაღაც საღამოს ყავასო და მეთქე აი რა მაგარი ტიპი ვარ თქო რომ
TikTok-ზეც მეთქი ერთი ჰეითერი არ ამყავს. თქო და მე რაღაცა მეორე დღეს ვიღაცა მომწერა რომ მე მგონი კომენტარები გაქვ გამორთული. ჩავრთე და აი ეს ამდენი თვის კომენტარები, ამხელა ბულინგი და ამხელა ჰეითი ერთ ღამეში წავიკითხე და იყო აბსოლუტურად ცივი შხაპის ეფექტი, აი გაშტერებული. აი რა უნდა, თან არ ხარ მიჩვეული ამას, ვერ ავყვებოდი ნამდვილად ამ კომენტარებს და რაღაცა ისევ რაც მგონია რომ ჩემი ძლიერი მხარეა, ჩემი იუმორი, იუმორში გადავიტანე ყველაფერი. ხო, მაგრამ აი მაინც თუ იყო კომენტარი, რომელმაც შენზე ემოციური გავლენა მოახდინა. ძირითადად ჩემი კომენტარები, რაზეც ვღიზიანდები, ალბათ დღემდე არის დედობას ვცერხებიან. იმიტომ რომ ალბათ როგორც დედების უმეტესობას მაინც გაქვს დანაკლისი, რომ ვერ ხარ ისეთი დედა, როგორც ხო, მაგრამ უკაცრავად აი დედობას როგორ ეხებიან? Ну, მაგალითად მე სასტიკად ვეწინააღმდეგები ბავშვს რო პრანჭავენ ვიდეოებისთვის. იმიტომ რომ მგონია რომ ის რაც ანუ რაღაც მგონია რომ ბავშვის უფლებებს არ ყვევ. ამიტომ რა თქმა უნდა ვდებ მე ბავშვის ვიდეოებს სოციალში, მაგრამ არც ერთი ნესის ვიდეო არ არის დადგმული, არ არის ვიდეოსთვის და ხან თმა ქაჩეჩილი, ხან რა ვიცი, ნაჭამია და პირი აქვს დასვრილი. ანუ აი თუ რაიმე საყვარელს აკეთებს, არ ვაკვირდები გარემოებას რა მდგომარა და არც იმაზე ვფიქრობ, რომ თქვა ამა თუ იმ ვიდეო შეიძლება რაღაცა ნეგატიური მოყვეს. და აი ამ ხრივ წამოვიდა, რომ რაღაცა ბავშვს საერთოდ არ უვლი, დაბანე, დავარცხნე, რანაირად დაკყავს, როგორ დაკყავს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ხო, აი დედობას უცხაიხებოდნენ, ღიზიანდებოდი, თუმცა ნუ მე მაგიც რაღაცა გადავლახე. ვერ გავიგე რას მიწერთ, იმ ფაქტმა არ გინდათ დაგარტყა თუ ის ფაქტი არ გინდათ მოხდეს. რაღაცა იმ ფაქტი ვერ გავიგე, რაღაცის მიქსი არის აშკარად და მე მგონი თქვენ უკვე დაგარტყათ ისე. ერთადერთი ძალიან მაღიზია, როგორც არა როგორც ჩემად, როდესაც ასაქსა ამახვილება ყურადღებას და აი გარი ძალიან მნიშვნელოვანი ეიჯინგი რა. ამ ბებერ ქალს რა დაყავს 20 წლის პატარა ქმარიო. 20 წლით არა ჯერ ერთი უნდა უთხრა 10-ით. არ მოგბეს და თამდე ლაპარაკი ყოველას პასუხს რატოს ვცემთო. კიდე ბევრს გავცემ და არ მოგბეზრდა ნამდვილად, იმიტომ რომ თითოეული ჩემი კომენტარი აგზავნის მესიჯებს, რომელსაც სხვას აძლევს мотиваციას. მე მესმის, რომ როდესაც ადამიანი აგრესორს უშვებს, შენ არ გეხება ეს მისი ამბავია, მისი გადასამუშავებელია, მისი პრობლემა, მაგრამ ყოველთვის ხო არ გაქვს ამის ნერვი, რომ ამაზე იფიქრა, რომ მისი ამბავია, ნუ ხანდახან არ გაქვს ამის რესურსი, რომ იფიქრო და გაბრაზებს. აი ძალიან გაბრაზებს რა და რა ჯობია ამ დროს რომ დაიგნორო მე პოლიტიკა მაქვს რომ ვაიგნორებ არ უპასუხობ და შენ ხო ამას ენერგიას აძლევ შენს ახლა შენი პასუხი და აი რატო ყვება ძალიან ბევრი ხალი წერს პირადში რომლისთვისაც მეუბნებია რომ არ мотиваცია იმიტომ რომ რაღაცნაირად стереოტიპებს ვარღვევ და ბევრი მწერს რომ აი შეყვარებული ყავს 9 წლით პატარა და ვერ ბედავს რომ რაღაცა საზოგადოებაში გამოიყვანოს იმიტომ რომ ეშინია ეს იყო ზუსტად ჩემი мотиваცია რომ დავიწყე ნეგატიურ კომენტარების გაცემა იმიტომ რომ რადგან მე არ მაღიზიანებს და არ მაბრაზებს ეს ყველაფერი იქნებ სხვისთვის იყოს გამოსადეგი მაგათი გაგებით ბებერი მე ვარ ცხოვრების მადლობელი არც ერთ ვიდეო არ მაქვს გაფილტრული და რატო გეტყვი ხო ეს ხობა ძალიან ნატურალურია შენი ტიპი მე კანის კომპლექსი მქონდა და თავიდან დავადე რაღაცა ფილტრი აქვს ფილტრიც არ ქვია კანს ასუფთავებს უბრალოდ და მაგით ვიდეოებს რო ვიწერდი რაღაცნაირად მე ერთხელ რო გადავიღე ჩვეულებრივით ჩემი თავი ძალიან მეუცხოვა. აი იმდენად მეუცხოვა, რომ საერთოდ აი ვერ მივხვდი, რომ ისეთი მეკონა ჩემი თავი და მაგის მერე მე არ დამიდია არანაირი ფილტრი, იმიტომ რომ რაღაც მე შენ თვითონ უცხოვდები თითქოს და შენთვის ხდები მიუღებელი და როდესაც შენი თავისთვის ხარ მიუღებელი, როგორ შეიძლება ვიღაცისთვის გახდე მისაღები? მე მაქვს პლატფორმა, რამდენიმე 100,000-ობით გამომწერი, მთლიანობაში 2 მილიონამდე გამომწერეთ ყველა პლატფორმაზე და ანუ ჩემს 2 მილიონ გამომწერს ვასმენინებ და ვანახებ ვიღაც გაბოროტებულ დედაკაც ან მამაკაც მნიშვნელობა არ აქვს, რომელსაც უბრალოდ ზიზღის ტირაჟირება უნდა და მე ჩემი პლატფორმა რატო უნდა დაუთმო? კი, არიან მასეთებიც და არიან ადამიანებიც, რომლებიც ძალიან იოლი არის, რომ ეს სოციალურ ქსელში ვიღაც რაღაცა დაუფიქრებლად დაუწერო და საერთოდ მეც შეიძლება სადღაც დამიწერია რაღაც კომენტარი, რომელიც არ გამიაზრებია და ეს არ იყო ბოროტული და რამოდენიმე გამომწერი მყავს ახლა, რომელიც
ვიდეოების კომენტარებიც მაქვს თავის დროზე გაცემული, რომლებმაც აი ესეთი კომენტარები თავის დროზე დამიწერეს. ეხლა გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ სულ კითხულობთ ერთმანეთს. ამიტომ რაღაცა მგონია, რომ ესეც თუ მიაქცევდა კორექტულად აუხსნი, რომ არ არის ეს უბრალოდ ლამაზი, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ესეთი აქცენტები იყოს მტკივნეული, მგონია, რომ ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ შენ მაგის ნერვი და რესურსი დიდხანს გეყოს. ეხლა რა ეტაპი გაქვს ცხოვრებაში? რამდენი ხარ ახლა? ეხლა ვარ 42 წლის. ჯერ პატარა. კი ბატონო, ძალიან კარგი ეტაპი მაქვს. ესეთი ვიზუალის ჩემი თავი არ მახსოვს და ამიტომ რაღაცნაირად ვტყვები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წინა ნინორესთან რაღაცა ისა მაქვს. რამდენი ყო დაიკელე? 55 კილო დავიკელე. ეხლა რო ვუყურებ ძველ ვიდეოებს, საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ ხელა ვიყავი რა. იმიტომ რომ რაღაცა ზუსტად მაგი რომ მიღებული მქონდა, ჩემი თავი ყოველთვის მიყვარდა, რაღაცნაირად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონდა ჩემთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის რა, რომ მე რო ვიძახი, ჩემი თავი მიყვარდა და მიღებული მქონდა, არ ნიშნავს, რომ აი ბედნიერი ვიყავი, რომ 125 კილო ვიყავი. ის რომ მე ვთქვათ ვიძახი, რომ მიყვარს ჩემი თავი, არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვიყო. ეხლა მე რო ვთქვა, რომ აი მორჩა მე ჩემი თავი ძალიან მომწონს, ვერ განვითარდები და დავრჩები აქ ზუსტად. ანუ ყველაზე მაგარი ეტაპი გაქვს. კი. ყველაფერი წინ გაქვს. დასახვის, კი. ამბობი რომ ხალი ცხოვრებას იწყებს 40 წლის შემდეგ. კი, ნამდვილად. მეც ვიზიარებ ამ საზრებას. კი, თუნდაც ის რომ ბავშვი მაგასაკში 40 წლის ვიყავი ზუსტად რომ გავაჩინე და რაღაცა მართლა სხვა ეტაპი დაიწყო და ეხლა ვსწავლობ ნესისთან ერთად ცხოვრებას. თავიდან ძალიან გამიჭირდა სიმართლე რომ გითხრა. რა გაგიჭირდა? აი სირთულეები, რაც მოსდევს დედობას, რაღაცა არა გვაქვს გაანალიზებული თუ რაღაცა სულ მეგონა რომ რაღაცა საყვარლად ვასეირნებ ის და აი 20 ჩანთა რომ უნდა აიკიდო, არაფერი არ უნდა დაგავიწყდე. ერთი ჩანთითაც შეგიძლია იარო. იქ მოშივდება იქ რაღაცა დიდი ბავშვებს ჩანთები არ დაგქონდა. ანუ აი ეს რა თქმა უნდა ხუბრობით, მაგრამ აი იმის იქით რა პრობლემები რაღაც ვერ აანალიზებ ესე რა, იმიტომ რომ გადართული ხარ რომ ბავშვმა ურთიერთობაში მოიტანა სტაბილურობა თუ? ეხა სტაბილურდებით უფრო, იმიტომ რომ თავიდან რაღაც მთელი ყურადღება ნესიზე იყო და თითქოს რაღაც მომენტში დავიკარგეთ ერთმანეთ, მაგრამ ალბათ ეს ყველა ახალ დედამშობლის ის არის და მე რაღაც დავლაგდით მაგ მხრივაც, რომ ჩვენთვისაც გამოვყოთ დრო ერთმანეთისთვის და არ არის აუცილებელი რომ სრულიად რაღაცა მთლიანად ვიყოთ. მე მიხარია ქალები, რომლებიც საუბრობენ ღიად. კი. და ანგრევენ ამ სტერეოტიპებს და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდები მაგალითი, ვისაც ეუბნებიან, რომ აი პატარა ბიჭი არ გაყვეთა, რომ ოჯახი დაგენგრევა. კარგი მაგალითი ხარ, რომ ესე არ ხდება, ოჯახი შეიძლება დაინგრეს ყველას. ბიჭი პატარაა თუ დიდია თუ ასე შემდეგ, ოჯახს არ განსაზღვრავს ასაკობრივი სხვაობა. გააჩნია რა ღირებულები და რა მიზეზებით ირჩევ შენ პარტნიორს და როცა პარტნიორს ირჩევ, იმიტომ რომ მისი თვალის ფორმა და მკერდი მოგწონს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა მალე დასრულებადია რა. ჩვენი ოჯახის, რა ვიცი, გასაღები რაც არის, ორივე ვიცით, რომ დავიშალოთ, არ დაიქცევა ქვეყანა. პარტნიორთან ერთად იქნებით. პარტნიორის გარეშე ყველა ვარიანტში უნდა ეძებო, რომ იყო ბედნიერი. ხო, თვითმყოფადი გასაგებია საკუთარ თავი, თუმცა მე წყვილებს მაინც ურჩევდი, რომ იფიქრონ, რომ თუ დაიშლებიან ქვეყანა დაიქცევა. ძალიან დიდი მადლობა და მე გისურვებ, რომ იყო კიდევ უფრო და უფრო ბედნიერი და მთავარი სასწაულები წინ ქონდეს.